ეუთოს გენერალურ მდივანს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა. თეა ახვლედიანმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ეუთოს მეტად მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, იმის გათვალისწინებითაც, რომ ის ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და მონაწილეობს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ამ კონტექსტში გენერალურ მდივანთან დეტალურად განვიხილეთ საქართველოს, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. ამასთან ვისაუბრეთ ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო დაგეგმილ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი ჩვენი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. გენერალურ მდივანთან ასევე ვიმსჯელეთ ჩვენი შესაძლო ერთობლივი ძალისხმევის შემდგომი გაძლიერების კონკრეტულ გზებზე, რათა მეტ ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ მშვიდობის მშენებლობისა და ჩვენი მოსახლეობისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის საქმეში.